ამ წუთებში თბილისის აეროპორტის ლასარეს ტერმინალში ვანო ნადირაძის ცხედრის ჩამოსვენებას ელოდებიან. უკრაინაში მებრძოლი ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე წინასწარი ინფორმაციით გულის შეტევით 22 ივნის გარდაიცვალა. ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კიევის ტაძარშიც. პარლამენტთან გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა. ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მოშიმშილე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს. ფიშერი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. ამ დროისათვის პარლამენტთან 5 ადამიანი შიმშილობს. ხარაგაულის სოფლებში ღვერგსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ღამით საჭირო გახდა მოქალაქეების ევაკუაცია. დაზიანდა სახლები, გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილზე გეოლოგთა ჯგუფი მუშაობს. კანონი, რომლითაც მედიას სასამართლოში მუშაობა შეეზღუდა, ამოქმედდა. პროცესების გადაღების უფლება მხოლოდ სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. მედია ვეღარ გადაიღებს სასამართლოს ეზოსა და დერეფანს. ამოქმედდა სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში ცვლილებებიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად განადგურებულია რუსების 1 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი და 3 შუაუმფრენი. ოპერაცია დრონებით დროებით ოკუპირებულ ყირიმში კიროვსკის სამხედრო აეროდრომზე ღამით ჩატარდა. ოკუპანტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა არსად არის დაცული, აცხადებს უკრაინის უსაფრთხოება.